ჩვენ ცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ვერასდროს წარმოვიდგენდით ზუსტად ასეა. ნერვიულობდით კიდეც, რომ ამერიკაში ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით, სადაც ებრაელებს რეალურად ეშინიათ საკუთარი სიცოცხლისთვის. არსებობს 600 ებრაული ორგანიზაცია, რომლებიც, როგორც ვიცით, ანტისემიტიზმთან ბრძოლაში არიან ჩართული და შეძლეს მათ ამის წინააღმდეგ ბრძოლა? არა. და დღეს აქ ვარ კვარტალში, ინტერვიუებს ვატარებ ჩემს მეგობართან, ტილა ვალეკ ლევისთან, რომელიც საოცარი აქტივისტია, საგანმანათლებლო, პოლიტიკური, კულტურული სფეროებიდან და ასევე პრეზიდენტის მიერ დანიშნული ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის წევრია. ტილა, შენ მთელი ზაფხული აქ გაატარე. ყოველთვის საოცარ საქმეებს აკეთებ. მაგრამ მინდა დავიწყო და გესაუბრო იმ როლზე, რომელზეც პრეზიდენტმა ტრამპმა დაგნიშნა. ეს ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი. რაც ჩვენთვის მიგვიყვანს უფრო ფართო სამუშაომდე, რომელიც საჭიროა ანტისემიტიზმთან ბრძოლაში. ვიცი, რომ შენ ამერიკელი ხარ, იქ დაიბადე. როგორ ხედავ ამჟამად სიტუაციას, განსაკუთრებით ამ ახალ როლში, რომელიც გაქვს? პირველ რიგში ჩემთვის უდიდესი პატივია ეს როლი. პრეზიდენტი. ეს ერთადერთი გზაა, რომ ამ საბჭოში მოხვდე. პრეზიდენტის დანიშნით. ესე რომ ეს ისა, რაზეც არასდროს მიფიქრიან დამესიზმროს, მაგრამ მეგობრებმა ჩემი სახელი წარადგინეს და მე ამირჩიეს. ძალიან კარგი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს როლი მაქვს. ეს უზარმაზარი პასუხისგებლობაა. ჩემი ბებიაც ჰოლოკოსტის გადარჩენილია. ჩვენ მისი ისტორიებით გავიზარდეთ. არასდროს მივსულ ვარ ცოცხალთა მარსზე, რადგან მას არ უნდოდა რომ წავსულიყავით. და ის, მადლობა ღმერთს, 96 წლისაა. და ამბობს, რომ სანამ ცოცხალია, არ უნდა რომ ისმა შვილებმა ან შვილიშვილებმა პოლონეთში ფეხი დადგან. ჩემი ქმარი იგივეს ამბობს, სხვათა შორის. მე ვიყავი. ის იმავე მიზეზით უარს ამბობს წასვლაზე. ნახე, მე არ ყოფილვარ. და არ ვიცი თუ ვთქვათ 50 წლის შემდეგ, როცა ის აღარ იქნება. წავალ თუ არა, არ ვიცი. არ ვფიქრობ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია წასვლა. საჭიროებას ვერ ხედავ, მაგრამ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ჩემი შვილებისთვის და მათი შვილებისთვის. მათ ბებიის ისტორიებით არ გაუზრდიათ. ზუსტად. ჩემთვის, როცა ოჯახიდან მოვდივარ, სადაც ჩემი ბებია 9 წლის ბავშვი ტყეში გადარჩა პარტიზანებთან ერთად და ეხლა ვზივარ საკონფერენციო დარბაზში, რომელიც ამ ისტორიის გამძლეობას წარმოადგენს, ეს წარმოუდგენელი პატივია, მაგრამ ამავდროულად უზარმაზარი პასუხისგებლობაც. დიახ. ამ საბჭოში საოცარი ადამიანები არიან ებრაელი ლიდერები, არაებრაელი სენატორები, არჩეული თანამდებობის პირები. მართლა ეს არის უზარმაზარი მრავალფეროვანი კულტურული საბჭო, რომელიც ყველაფერს განიხილავს. ჰოლოკოსტის მუზეუმისთვის ნომერ პირველი ამოცანაა გადარჩენილთა და ხალხის ისტორიების შენარჩუნება და ის ცდომა, რაც ამ ისტორიებზე გვაქვს. ეს იქნება ინფორმაცია, რომელიც ამერიკის არმიამ შეაგროვა ბანაკების დაკავების შემდეგ, ან თავად გადარჩენილებისგან. და ჰოლოკოსტის მუზეუმს ეკუთვნის ჰოლოკოსტის ის პერიოდის არტეფაქტებისა და მემორიალების ყველაზე დიდი კოლექცია. და არის მუზეუმის გარე საწყობი, სადაც მე ჯერ არ ყოფილვარ, სადაც ინახება ყველაფერი დაწყებული ადამიანების ტანსაცმლით და დამთავრებული ფოტოებით. ეს ნივთები მუზეუმის ექსის ექსპონატებად იქცევა, როცა მათ პერიოდულად ცვლიან. ეხლა დღეს ჩვენ ცხოვრობთ ისეთ დროს, რასაც არასდროს ვიფიქრებდით. ზუსტად. წარმოგვედგინა კიდეც, გვედარდა კიდეც, რომ ამერიკაში ესეთ ვითარებაში აღმოჩნდებოდით, სადაც ებრაელებს რეალურად საკუთარი სიცოცხლისთვის ეშინიათ. იცით ეს ისა, რასაც ყოველთვის ვამბობ, რომ ევროპაში გაზრდილმა ყოველთვის იყო დაძაბულობა ებრაელობას და ევროპელობას შორის. ეს ყოველთვის ისტორიულ ფონს უკავშირდებოდა. მაგრამ ამერიკა არასდროს იყო ესეთი. არასდროს. ებრაელობა უბრალოდ იმ მრავალფეროვანი საზოგადოების და კულტურის ნაწილი იყო. მოусმინეთ, მე მაიამიში დავიბადე და გავიზარდე. დღემდე შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს გამომიცდია ანტისემიტიზმი პირადად, მაგრამ ჩემ შვილებს გამოუცდიათ. სად? არა მაიამიში, როცა ისინი სხვადასხვა ადგილას, მაგალითად ნიუ-იორკში მოგზაურობდნენ. ვაუ. ასე რომ ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ 2 თაობის შემდეგ ჩვენ უკვე იმ მდგომარეობაში ვართ, საიდანაც გერმანელები 1930-იან წლებში დაიწყეს. ხო. მუზეუმი ამას ძალიან სერიოზულად ეკიდება და ბევრს აკეთებს ანტისემიტიზმთან საბრძოლველად, როგორც ონლაინ, ასევე სკოლებში. საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეების განათლებით და ადამიანებისთვის საჭირო ინსტრუმენტების მიცემით, განსაკუთრებით საშუალო სკოლებში. სანამ ისინი კოლეჯში მოხვდებიან, რომ შეძლონ, გააცნობიერონ ანტისემიტიზმზე, რომ არაფერი ვთქვათ, უბრალოდ სიძულვილი. დიახ. რას ნიშნავს ეს და როგორ გამოიყურება ეს? აი სწორედ ამას ვაწყდებით ახლა. ძალიან საშიშია. საქმე ისაა, რომ არსებობს 600 ებრაული ორგანიზაცია, რომლებიც, როგორც ვიცით, ანტისემიტიზმთან ბრძოლას ეწევიან და შეძლეს მათ ამის წინააღმდეგ ბრძოლა? არა. რატო, ტილა, რატო? მე მჯერა, რომ ეს ჩვენზე უფრო დიდია. ანტისემიტიზმი უარყოფითი, უშნო,
არსებული ძალა, დიახ და ეს არის. დიახ, ეს დაავადება. ის არასდროს გამქრალა. და ჩვენ ვერ ვკურნავთ მას. და მე არ ვფიქრობ, რომ ამის განკურნებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ვფიქრობ, განათლება პირველია, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი, არა მხოლოდ არაებრაულ სამყაროში, არამედ ებრაულშიც. როცა ყავს ებრაელი ბავშვები, ხო, რომლებსაც არ იციან საიდან მოდიან. არა, რომლებსაც ერცხვენათ, რომ ებრაელები არიან, ან საერთოდ არ იცავენ საკუთარ თავს ნებისმიერ გარემოში, როგორც ებრაელები. ან კიდევ უარესი, ისინი მონაწილეობენ ორგანიზაცია სტუდენტები პალესტინისთვის სამართლიანობისთვის მხარდამჭერ მსვლელობებში. აი სწორედ აქ დავმარცხდით. ჩვენ ჩვენი შვილები ვერ დავიცავით და ეხლა უკვე მომავალი თაობის შვილებსაც ვერ ვიცავთ. ასე რომ ანტისემიტიზმთან ბრძოლაზე მეტად მოусმინეთ. დიახ, ადამიანები, რომლებიც რაღაცა ცუდს აკეთებენ და სხვა საფრთხეს უქმნიან, უნდა დააგავონ. ისინი უნდა გასამართლდნენ კანონის მიხედვით. ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. არსებობს კანონები, რომლებიც უმცირესობებს იცავს. სამწუხაროდ, ყველგან ებრაელებს უმცირესობად არ აღიქვამენ, როგორც ამ კვირაში კალიფორნიაში ვნახეთ. მაგრამ რაღაც შედეგი მაინც უნდა იყოს. არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ პატარა ებრაული ორგანიზაციებისა და რამდენიმე ხელმძღვანელის საქმე უნდა იყოს, რომლებიც ისევ იმ 50 ებრაული ოჯახისგან აგროვებენ თანხებს, რომლებსაც მართლა სურთ სიკეთის გაკეთება და მართლა ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოსდით. ასე რომ ჩემი ძალიან მოგძალებული აზრით, მართლა მჯერა, რომ განათლება სიძულვილისა და ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო ანტიდოტია, მაგრამ არა მხოლოდ ანტისემიტიზმის, არამედ ნებისმიერი უმცირესობის მიმართ ნებისმიერი სახის შეუწყნარებლობისაც. ეხლა როცა ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, ეს არ შეიძლება იყოს მათი დაცვის გზა. თუ ვინმე გარეთ გადის და ებრაელს თავს ესხმის და რადგან ისინი მუსლიმური წარმოშობის არიან, შესაძლოა ან სხვა დაცული უმცირესობიდან. ეხლა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ეს არ უნდა იყოს გამოსავალი. რადგან ანტისემიტიზმზე პასუხი ისლამოფობიით. ეს ერთად არ მიდის. ხო, იცით ფლორიდა რაღაცნაირად თავშესაფარი გახდა ბევრი ებრაელისთვის ქვეყნის სხვა ნაწილებიდან. და თქვენ ფლორიდიდან ხართ, ასე რომ ეს არასდროს გამოგიცდიათ. მაგრამ იცით საქმეები ნიუ-იორკში ალბათ ძალიან ცუდადაა. მაგალითად, როცა Goldman Sachs-ი ყველაფერს ალაგებს და ფლორიდაში გადადის, Goldman Sachs-ი ხო ნიუ-იორკის განსახიერება. მათ შექმნეს ებრაული ბანკი, მაშინ როცა ებრაელებს სხვა ბანკებში არ უშვებდნენ. და ჩემთვის ეს შოკისმოგრელი იყო. ანუ ნიუ-იორკს ეკუთვნის ეს, რადგან ამ იდიოტს მანდანის მისცეს ხმა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ასე ნორმალიზებულია და აღარავის გონია, რომ ეს არასწორია, ძირითადად იმიტომაა, რომ ებრაელებს უმცირესობად აღარ აღიქვამენ. არ როცა წარმატებული უმცირესობა ხარ, თითქოს ამას იმსახურებ. არა ყველა ებრაელი არაა წარმატებული. ვიცი, მაიამიში, სხვა შტატებზე ვერ ვისაუბრე, მაგრამ მაიამიშიც კი ყავს შესანიშნავი, საოცარი საზოგადოებრივი ლიდერები და აქტივისტები, რომლებიც ძალიან ქველმოქმედები არიან და ჩვენს ადგილობრივ საზოგადოებას ეხმარებიან. სწორედ ამიტომ გამოიყურება მაიამის საზოგადოება ასე. ხო. ებრაული ლიდერობისთვის წინა სამთაობას უნდა ვუმადლოდეთ. და როცა ადამიანები მაიამიში ჩამოდიან და ამბობენ, რომ ეს საოცარია, ასე ყოველთვის არ ყოფილა. რა თქმა უნდა, თქვენ ხალხმა ძალიან ააშენეთ იბრძოლა, მათ ააშენეს ეს. ჩვენ ნამდვილად გვიჭირდა ჩვენი სკოლების, ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი სინაგოგების, ჩვენი GCC-ების აშენება. არავინ მოგცა. რა თქმა უნდა, ეხლა მაიამი არის ადგილი, სადაც ლათინოამერიკელი ტოლვილები მრავალი წლის განმავლობაში მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ. როცა პატარა ვიყავი, აქ ასევე მოდიოდნენ ებრაელები რუსეთიდან. ხო. აქ მოდიოდნენ ადამიანები, როგორც უკვე ვთქვი, ლათინური ქვეყნებიდან, მაგრამ ყავდა მექსიკიდან, კოლუმბიიდან, კუბადან, ებრაული საზოგადოება, არა მხოლოდ ებრაული საზოგადოება, მაიამის საზოგადოება კუბელებმა ააშენეს. ხო. და მაიამიში სიძულვილის მიმართ არანაირი ტოლერანტობა არ არსებობს. როგორც კი რაიმე სიძულვილთან დაკავშირებული ხდება, არ აქვს მნიშვნელობა ჰაიტელები იქნებიან, რადგან ეს უკვე მომხდარა, კუბელები, რადგან ესეც მომხდარა, თუ ებრაელები, მნიშვნელობა არ აქვს. ტოლერანტობა არ არსებობს. მაგრამ ჩვენი არჩეული წარმომადგენლები რეაგირებენ, ჩვენი პოლიციაც რეაგირებს და ჩვენ ერთად მუშაობთ ჩვენ საზოგადოებებში, რომ ყველას ეცოდინებოდეს მაიამიში ამას არ ვიტანთ. ეხლა მაიამიში ცხოვრება და ის, რომ ადამიანები ჩვენთან მოდიან, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა და კარგია. მოძრაობაც ბევრია, მაგრამ რთულია, რადგან მე, როგორც ადამიანი, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ებრაულაული საზოგადოების განათლებაში, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი სკოლები. მინდა რომ ყველას ჰქონდეს ადგილი ჩვენს კლასებში, მაგრამ ეს არ გვაქვს. ეხლა უნდა დავიწყოთ მშენებლობა. მართლა ძალიან მინდა რომ ადამიანები, რომლებიც ნიუ-იორკის მსგავს სხვა ადგილებიდან ჩამოვიდნენ, უბრალოდ ჩვენი ძალის ხმევით არ სარგებლობდნენ. მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ. ასევე უნდა ჩადონ ინვესტიცია თავიანთი შვილების მომავალში, რადგან ამას მარტო ვერ შევძლებთ. პატარა საზოგადოებისთვის ამას მარტო ვაკეთებდით. ეხლა კი ჩვენი ზომა გაორმაგდა, ან გასამაგდა. ეს საოცარია. და გვჭირდება ის ადამიანები, რომლებიც ნიუ-იორკიდან და კალიფორნიიდან ჩამოდიან სიმდიდრის გადასახადის გამო, ან ეხლა უკვე ახალი კანონის გამო, რომელიც ამ კვირაში მიიღეს და რომელიც ებრაელებს არ იცავს და ამბობს, რომ ებრაელები უმცირესობა არ არიან, ყველა სხვა დაცულია, მაგრამ ებრაელები არ. იცით, ეს ძალიან შემაშფოთებელი ხდება. რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ისრაელი და ჰოლოკოსტი აღარ არის რეალობა.
ჩვენ გვაქვს ისრაელი და ბევრ ადამიანს შეუძლია ისრაელში ჩამოსვლა, მაგრამ ამ დროს მართლა მტკიცედ მჯერა, რომ საჭიროა ჩვენი ინფრასტრუქტურისა და ჩვენი საზოგადოების განვითარებაში ინვესტირება. და მართლა იმედები მაქვს, რომ ის ადამიანები, ვინც აქ მოდიან, დაგვეხმარებიან. დარწმუნებული ვარ ასე იქნება, რადგან ებრაელები ყოველთვის იციან, როგორ შეიტანონ წვლილი. ეხლა თქვენ თვითონ ცოტა ხნის წინ დაარსეთ სკოლა. რატომ? იმიტომ რომ არ იყო ისეთი ადგილი, სადაც თქვენი შვილები იმ გზით ისწავლიდნენ, როგორც თქვენ გსურდათ. თუ უბრალოდ უფრო მეტი ებრაული სკოლაა საჭირო. ორივე, უფრო მეტი საჭიროება იყო ებრაული სკოლებისთვის. ჩემი შვილები კარგად იყვნენ იქ, სადაც იყვნენ. ჩვენ კონფლიქტი გქონდა, მაგრამ ეს არ იყო მიზეზი, რის გამოც სკოლა შეიქმნა. მე ძალიან დავმეგობდი ერთ ადამიანთან, რომელსაც ძალიან ვაფასებ და პატივსცემ. მისი სახელია რაბი ასაროფი. ის იყო ჩემი შვილების სკოლის რაბინი. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი შვილების განათლებაში, როცა ისინი მოზარდები იყვნენ. როგორც ებრაულად ვამბობთ, ტიფეშის წლებში, როცა რთულია. მშობლებს უჭირთ შვილებთან ურთიერთობა. დიახ, რა თქმა უნდა. ერთ დღეს, მას შემდეგ რაც განათლების დეპარტამენტთან მუშაობდა, ერთ დღეს ჩემთან მოვიდა. მაშინ ნაფთალი ბენეტი იყო განათლების მინისტრი. ბოდიში განათლების სამინისტროს ხელმძღვანელი. დიახ. დიდი ხნის წინ ზუსტად და ეს რაბინი დაიქირავა ისრაელის მთავრობის წარმომადგენლად. ქვეყნის ყველა ებრაულ სკოლაში. ამიტომ მას შეეძლო ენახა ამერიკაში ყველა ებრაული სკოლის შიგნით ერთი წლის განმავლობაში და მიხვდა რას აკეთებდნენ სხვები არასწორად სხვადასხვა გზებით. დამირეკა და მითხრა, მოусმინე, ახალ სკოლას ვიწყებთ, ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებთ. და როცა ახალ სკოლას შევქმნით, მე ვიქნები რაბინი, შენ იქნები სკოლის პრეზიდენტი, დამფუძნებელი საბჭოს პრეზიდენტი და ზუსტად ასე მოვიქეცით. ყველაფერი უბრალოდ ოცნებად დაიწყო, მაგრამ როგორც ისრაელში ვამბობთ, იმ თიცუ ენ რაგადა. ხო, და ჩვენ გვინდოდა შეგვექმნას საუკეთესო რელიგიური, სიონისტური, თანამედროვე ორთოდოქსული სკოლა, სადაც, რა თქმა უნდა, აკადემიური სწავლება იყო წინა პლანზე, მაგრამ ინოვაციური აკადემიური მიდგომები, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება, სტაჟირებები, გარე პრაქტიკები, მენტორობა, არა უბრალოდ კლასში ჯდომა და ინფორმაციის მექანიკურად გამეორება. დიახ. და ჩვენ შევქმნით საშუალო სკოლა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ისრაელი კი ამ ყველაფრის ავანგარდში იყო. გასაოცარია. ამერიკელობით სიამაყე და ებრაელობით სიამაყე ჩვენი სკოლის საფუძველია. და ეს საერთოდ არ არის წინააღმდეგობა. პირიქით, ეს მშვენიერი პარტნიორობა. ჩვენი ბავშვები სწავლობენ სამოქალაქო განათლებას და რატომ არის ამერიკა მნიშვნელოვანი? ასევე სწავლობენ ისრაელს და რატომ არის ისრაელი მნიშვნელოვანი? მე თავად ვასწავლი ისრაელის სახელმწიფოს ისტორიას, არა მხოლოდ ჩემ სკოლაში, არამედ ყველა სკოლაში, სადაც კი ოდესმე ვყოფილ ვარ. ან თუნდაც როცა ისრაელში საშუალო სკოლის ბავშვებთან ვარ, პირველ რიგში ვეკითხები მათ, ვინ იყო ბენ-გურიონი? გაგიკვირდებათ, რამდენი ბავშვი პასუხობს. ის კაცი, რომელმაც ისრაელში აეროპორტი ააშენა. და ასე პასუხობენ როგორც ისრაელში, ისე ამერიკაშიც. და ეს კიდევ ერთხელ. ეს კიდევ ერთი ფენა იმისა, თუ სად ცდებით და საჭიროა რომ უკეთესად გავაკეთოთ. კარგი, თუნდაც ისრაელში. არასოდეს დამოვიწყდება, რომ ამ ქვეყანაში საერო სასწავლო სისტემაში ძალიან ცოტა სასწავლიან იუდაიზმზე. რა ძალიან სამწუხაროა. და ბავშვებს ეკითხებიან, რა არის შემა ისრაელი. და ისინი პასუხობენ, რომ ეს არის სარით ადადის სიმღერა. ანუ მართვა? ესეც არის. ისინი მართალნი არიან. ასეა, მართალია. საიდან მოვიდა ეს? საიდან მოვიდა ეს? ზუსტად. ეს ძალიან დასაფასებელია. მაგრამ ერთ-ერთი რამ, რასაც ყოველთვის ამბობენ და რის გამოც აკრიტიკებენ ებრაულ ტრადიციულ ორგანიზაციებს, არის ის, რომ ამერიკაში ებრაული განათლების მიღება უბრალოდ ძალიან ძვირია. რა უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით? რატო არ არის ეს უფრო ხელმისაწვდომი? რატომ? ვიცი, რომ ეხლა დიდი ძალისხმევაა და თუ არ ვცდები, ეროვნული ინსტიტუტები ამობენ, რომ ამერიკაში ებრაული განათლება უნდა გავაფართოვოთ. და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს ბავშვები კოლეჯში ტვინს ურეცხავენ, არის ის, რომ მათ არაფერი იციან საკუთარი მემკვიდრეობის შესახებ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ან რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს? ეს ძალიან სენსიტიური კითხვაა, მაგრამ მაინც უპასუხებ, რადგან მართლა აღარ ვაპირებ ბოდიშის მოხდას იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც წლების განმავლობაში არასწორი რაღაცები გააკეთეს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ტრადიციული ებრაული ორგანიზაციები შესანიშნავია, რომ არსებობდნენ, რომ ისინი არსებობენ, რომ ადამიანები აძლევენ. რადგან ისინი, ვინც ჩვეულებრივ ებრაულ ორგანიზაციებს არ ეხმარებოდნენ, ტრადიციული ებრაული ორგანიზაციების მეშვეობით აკეთებდნენ ამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ დიახ, ადამიანების ძალიან ძვირია. 2 ან 3-ზე მეტ ბავშვს სრულფასოვანი ებრაული განათლება მისცენ, რაც არასწორია. ამიტომ ჩვენ ვახალისებთ ებრაელებს, რომ ბევრი ებრაული ბავშვი ყავდეთ. მე თვითონ 6 მყავს და ვამბობ, რომ ეს საკმარისი არ არის. ვისურვებდი, რომ მეტი მყოლოდა. ღმერთო, შენ ჩემზე მამაცი ხარ. მე მხოლოდ 4 მყავს. მაგრამ თუ 4 შვილი ყავს, ეს უკვე იპოთეკაა შეერთებულ შტატებში. და ეს არ არის სკოლების ბრალი. ჩვენ 2-ჯერ მეტი მასწავლებელი გვყავს, ვიდრე გჭირდება, რადგან ორმაგი სასწავლო პროგრამა გვაქვს.
ზუსტად ასეა. ჩვენ არ შეგვიძლია ვიღოთ სკოლა მხოლოდ მდიდარი ბავშვებისთვის. ამიტომ უნდა მივიღოთ ბავშვები, რომლებსაც არ შეუძლიათ გადაიხადონ და მივცეთ სტიპენდიები. სტიპენდია, დიახ. ეს დამსახურებაზე არაა, ეს საზოგადოებაზეა დაფუძნებული. თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ხარ, გვინდა დაგეხმაროთ, რომ ჩვენ სკოლაში ისწავლო. ეხლა ვფიქრობ, რომ პრობლემა ძირითადად მოდის ძველი ორგანიზაციებიდან, პირველ რიგში ბიუროკრატიიდან, როგორც ეს ბევრ დიდ ინსტიტუტში ხდება. მაგრამ ასევე დონორებს უნდა დაესვათ კითხვები და ისინი ამას არ აკეთებდნენ. ძალიან მარტივი იყო შენი $365 ჩეკის დაწერა, რაც ნიშნავს დღეში $1 შენი ადგილობრივი ფედერაციისთვის და ამით ყველაფერი დასრულებულია, ხომ ასეა? და მერე შეგიძლია გააგრძელო ცხოვრება. ეს თითქოს შენი ებრაული გადასახადია. ეს საკმარისი არ არის. უნდა დასვათ კითხვები და უნდა იცოდეთ, სად მიდის თქვენი ფული, როგორ იხარჯება ის. და ვფიქრობ, რომ ეს დონორების პასუხისგებლობაა დასვან ესეთი კითხვები. არა მხოლოდ ფედერაციებისთვის, ებრაული სკოლების ფედერაციისთვის, არამედ ყველგან, სადაც ადამიანები ფულს სწირავენ. რა თქმა უნდა გაიღოთ. მე წარმოუდგენლად მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც კეთილგულიანი და გულუხვია. მაგრამ უბრალოდ ფულის გაღება და კითხვების არ დასმა რეალურად ნიშნავს, რომ თქვენ რისკავთ თქვენი თანხა არასწორ ადგილას მოხდეს. არ ვამბობ, რომ რომელიმე ტრადიციულმა ორგანიზაციამ არასწორად დახარჯა ფული, მაგრამ რასაც ვამბობ, არის ის, რომ იქნებ ცოტა ნაკლები ადმინისტრაციული ხარჯი ქონოდა, ან უძრავ ქონებაზე ცოტა ნაკლებს დავხარჯავდით, ან არ გადაგვეხადა ადამიანებისთვის მოგზაურობაში, ხო, ეს ყველაფერი ხელმძღვანელებს ახასიათებთ. და მესმის. თუ ასაკში ხარ და მოგზაურობთ, გსურთ კომფორტი, მაგრამ ეს უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს და გამჭვირვალობა საჭიროა ტრადიციულ ორგანიზაციებში. ვფიქრობ, ეხლა სოციალური მედიის გამო ეს პრიორიტეტად იქცა. დიახ. და რაღაცები იცვლება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რა მოხდა ფლორიდაში. და ფლორიდაში ებრაული საზოგადოება დარწმუნდა, რომ როდესაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს არჩეულ წარმომადგენლებს იმ მხარდაჭერას, რაც სჭირდებათ, იქნება ეს ფინანსური დახმარება თუ უბრალოდ მორალური მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოებისგან. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. და ამის ნაწილი იყო ვაუჩერების სისტემა. დიახ, ფლორიდა იყო პირველი შტატი გუბერნატორ დესანტისის ხელმძღვანელობით, რომელიც ამჟამად ჩვენი გუბერნატორია და ის შესანიშნავია. დიახ, ის ისრაელის მეგობარია, მაგრამ დავივიწყოთ ისრაელი. ის სკოლის არჩევანის მხარდამჭერია. დიახ. და ებრაელი, ქრისტიანი თუ მუსლიმი სტუდენტებისთვისაც ნებამომეცით თქვა, რაც ზოგჯერ ასევე მცირე პრობლემაა, რადგან რას ასწავლიან სკოლებში. ასე რომ, ისევ ეს ამერიკის მთავრობის გადასაწყვეტია, არა მხოლოდ ფულის მიცემა, არამედ იმის დანახვაც, სად მიდის მათი ფული. ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით. მაიამიში გვაქვს ორგანიზაცია სახელად Teach Florida და ისინი მრავალი წლის განმავლობაში ლობირებდნენ ამ საკითხს. რა არის ვაუჩერის სისტემა? ეს ნიშნავს, რომ იღებ ვაუჩერს მთავრობისგან და შემდეგ შეგიძლია გამოიყენო ის ნებისმიერ სკოლაში, სადაც გინდა. დიახ, მაგრამ ფულს მე არ ვიღებ. ასე მუშაობს ეს სისტემა, თუ მე შევიტან განაცხადს. ხო, მე ვაცნობ მათ, რომელ სკოლაში დადიან ჩემი შვილები და ისინი სკოლას უხდიან. მაგრამ ჯერ ამოწმებენ სკოლას და დარწმუნდებიან, რომ სკოლა აკმაყოფილებს განათლების დეპარტამენტის გარკვეულ სტანდარტებს. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება მთელი გადასახადი. არა, ისინი თითო ბავშვზე გვაძლევენ $8,000, 800, რაც საჯარო სკოლაში ერთი მოსწავლის ღირებულებაა. მაგრამ კიდევ ერთხელ, ებრაელებს ორმაგი აქვთ. ებრაული განათლება. მინიმუმ. ეს ამცირებს ამ ხარჯებს. დიახ, ასეა, მაგრამ ეს არაფერს წყვეტს. მართალია. მაგრამ ეს ნამდვილად ამ პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. და თუ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებულები რა ტიპის განათლებას მისცემდნენ თავიანთ შვილებს, ეს ეხმარება ამ გადაწყვეტილების მიღებაში. რადგან თუ ოჯახურ არდადეგებსა და ებრაულ სკოლას შორის ირჩევთ და მთავრობისგან დახმარებას იღებთ, ორივეს მიიღებთ. ეხლა, თუ ვერცერთს ვერ წყვეთ, არც ოჯახურ არდადეგებზე მიდიხართ და არც სკოლის გადახდა შეგიძლიათ, ეს უკვე ებრაულმა საზოგადოებამ უნდა მოაგვაროს. ხო. ჩაის შეკლი დიასპორის მინისტრი მან ახლახან დაამტკიცა მილიონობით დოლარი, ათეულობით მილიონი დოლარი, რომ ებრაული განათლება ეს თანხები ადგილობრივ ებრაულ ფედერაციებში გაივლის. მაგრამ ებრაული ფედერაციები შეიძლება პრობლემური იყოს, რადგან თუ მათ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, თუ ისინი ლიბერალები არიან, თუ ისინი ვოუქები არიან და არ სურთ ორთოდოქსულ სკოლებს დახმარება, ან არ სურთ სხვა რაღაცები, ზოგჯერ ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი ყველაზე დიდი მტრები. ასე რომ მე ვურჩევ ისრაელის მთავრობას ეხლა მინისტრი შიკლის ხელმძღვანელობით, მაგრამ მომავალში ნებისმიერი ხელმძღვანელობის დროსაც, როდესაც თქვენ გასცემთ თქვენს თანხებს, დარწმუნდით, სად მიდის ეს ფული. დააკვირდით ფულის მოძრაობას ორივე მიმართულებით, როგორც ქველმოქმედებიდან. გთხოვთ დარწმუნდით, რომ ეს არ არის ანტიისრაელური განათლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისრაელის მთავრობა იხდის ამისთვის. დიახ, მაგრამ ნიუ-იორკში ძალიან ლიბერალური ებრაელები ცხოვრობენ, რომლებიც ანტიისრაელურად არიან განწყობილნი. და ნიუ-იორკის ებრაული ფედერაციამ ომის დასაწყისში $1,000,000 გადასცა ღაზას ბავშვებს. ახლა მე არ ვარ არავის წინააღმდეგი, მაგრამ პირველ რიგში ჩემი ხალხი მადარდებს. სანამ თითოეული ებრაელი არ მიიღებს დახმარებას და იმას, რაც სჭირდება 7 ოქტომბრის შემდეგ, მე ვერ ვხედავ საჭიროებას, რომ ღაზას ბავშვებს დავეხმაროთ. საკმარისი ორგანიზაციები ამისთვის. დავიწყოთ წითელი ჯვრით და
55 სხვა მუსლიმური ქვეყნებით, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. დაეხმარეთ ყველა ბავშვებს, ვისაც სჭირდება, მაგრამ ებრაელებმა პირველ რიგში თავიანთ ხალხზე უნდა იზრუნონ. ეს ჩემი აზრია. ასე რომ, სანამ ჩრდილოეთ ამერიკის ებრაული ფედერაცია ნიუ-იორკში $1 მილიონ მისცემდა ღაზას ბავშვებს, ამ ფულით ბევრი რამის გაკეთება შემეძლო. ჩვენ სკოლაში ობლების დასახმარებლად, ბავშვებისთვის, რომლებსაც სათანადო განათლება არ აქვთ და ბავშვებისთვის, რომლებსაც სახლში საკვები არ აქვთ, ხო, ამერიკაში ყველა ბავშვი მდიდარი არ არის. ხო, ეგ ხომ მცდარი წარმოდგენა არა, თითქოს ყველა ებრაელი მდიდარია. 100%. სინამდვილეში კი შეიძლება მიზეზი ის იყოს, რომ თქვენ არ იცით ღარიბ ებრაელებზე, იმიტომ რომ თავად ებრაელებმა იზრუნეს ამაზე. ზუსტად ასე, ვეხმარებით მათ, ვეხმარებით ჩვენი საზოგადოების საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ჩვენ დიახ გვჭირდება დახმარება მთავრობისგან, მაგრამ ეს დახმარება უნდა გვეკუთვნოდეს, რადგან ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვემორჩილებით კანონებს. მოქალაქეები ვართ და უნდა შეგვეძლოს იმავე დაცული სარგებლის მიღება, როგორც ჩვენ შტატში და ჩვენს ქვეყანაში ყველა სხვას. ასე რომ, ვაუჩერის სისტემა ქველმოქმედება არ არის, მაგრამ თუ ვინმეს აქვს ეს დამატებითი $800, რომ მისცეს და შემდეგ კიდევ ერთ ბავშვს სკოლაში დაეხმაროს, რაც ჩვენთან მართლაც ყავს ძალიან გულუხვი მშობლები. კიდევ ერთხელ, ამას ხედავ მხოლოდ ჩემი სკოლიდან, სადაც 200 მოსწავლეა და სადაც მე ვარ ჩართული. მაგრამ ეს არის წარმოდგენილი. შეიძლება წარმოიდგინოთ, ხო ასეა, თუ თითოეული ადამიანი ეხმარებოდა თავისიანებს, რაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. იქნება ეს მათი სკოლა, მათი საზოგადოება, მათი სინაგოგა, მათი მეზობლები თუ ოჯახის წევრები. ოჯახში შეიძლება ნახოთ, რომ ერთ ძმას შეუძლია 10 ბავშვისთვის გადაიხადოს სკოლაში სწავლა, ხოლო მეორე ძმამ მხოლოდ 2-ისთვის. ხო. ესე რომ, როცა ერთმანეთს ეხმარებით და ვფიქრობ, ბევრ ადამიანს ებრაელთა საზოგადოებაში ნამდვილად ეხმარებიან ერთმანეთს. ხო. და როცა ერთმანეთს ეხმარებით, თქვენ საზოგადოებას ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აყენებთ. ხო, ანუ ეს საოცარია. მე შევხვდი გუბერნატორ დესანტის და მის ცოლს, რომელიც საოცარია. და ის საოცარი იყო. ის მართლა საოცარია. და ის მიყვებოდა, რომ ძირითადად რასაც ისინი ცდილობენ, არის ის, რომ ეკლესია გახდეს ქრისტიანებისთვის ორგანიზების ერთგვარი საზოგადოებრივი სტრუქტურა. ხო, მათ ეს გააკეთეს, მან ეს გააკეთა, მან ეს ააკეთა, მასეთ პროგრამას აქტიურად უჭერდა მხარს. და ამას ვხედავთ ასევე ვთქვათ, კუფის ან ქრისტიანული რწმენის ორგანიზაციების მაგალითზე. ხო, ხო. ეხლა ეს მუსლიმურ თემებშიც ხდება. და პრობლემა ისაა, რომ მუსლიმური თემის ბევრ საგანმანათლებლო სისტემაში ანტიამერიკული განწყობებია. და ამიტომ დაფინანსების გამო ნახე, იცი, ფულს თუ გახვები, შეგიძლია და ძალიან საეჭო რაღაცები ძალიან გაქვს. ვაუჩერებზე ვსაუბრობ. ასე რომ, ფლორიდაში ჩვენი განათლების დეპარტამენტი მოვუწოდეთ, რომ შეისწავლონ. რას უყურებენ ბავშვები? თუ ეს ებრაულ სკოლაშია, სწავლობენ თუ არა ისინი სამოქალაქო განათლებას? რა თქმა უნდა. ან ისინი სწავლობენ ამერიკის სიყვარულს თუ ამერიკის სიძულვილს? ეს არის ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია. და ახლა ვხედავთ, რომ ისლამისტებმა რეალურად ააშენეს თემები მთელ ამერიკაში. და ორი შტატი, სადაც ჯერ კიდევ არ შეღწევიან ასიმილაციის გარეშე, ესე ვთქვათ, არის ფლორიდა და ტეხასი. და ეხლა უცხოეთიდან შემოსული ფულით დიდი მცდელობა მიმდინარეობს, რომელიც შემოდის, რათა შეიქმნას სკოლები და სალოცავები მუსლიმური თემებისთვის ფლორიდასა და ტეხასში. და ეს დამოკიდებულია ჩვენზე, რომ ვებრძოლოთ ამას, არა რელიგიური თავისუფლების წინააღმდეგ, არამედ იმის წინააღმდეგ, რომ შემდეგი თაობა ამერიკის სიზულვილით აღზარდონ. კარგი, თქვენ ძალიან შორს არ უნდა გაიხედოთ. თქვენ ყავთ ამერიკის დემოკრატიული სოციალისტები, რომლებიც ფაქტობრივად ანტიამერიკული, ისლამისტური, კომუნისტური, მარქსისტული პლატფორმა. და ისინი ძლიერდებიან. თქვენ ამის გამო შეშფოთებული ხართ. არ ვიცი, მართლა ძლიერდებიან თუ არა. ვფიქრობ, რომ ისინი იძენენ. მართალია. და ისინი ყოველთვის გამოუგნებელ რაღაცებს ამბობენ. რა თქმა უნდა. და შენ ხედავ, როგორ არის მედია ყოველთვის მიკერძოებული. და მედია ძალიან მიკერძოებულია ლიბერალური მხარისკენ. ხო. და ალბათ ეს უცხოური ფულის გამოა, რომელიც ეხმარება ლიბერალურ მედიას, რომ ამ პლატფორმაზე კონკრეტული დღის წესრიგი გაავრცელოს. ამიტომ გვაქვს ისეთი რაღაცები, როგორიცაა პოდკასტები და სხვა ინფორმაციაზე წვდომა. მადლობა ღმერთს, რომ სოციალური მედია. შეიძლება ძალიან ნეგატიური რამ იყოს, მაგრამ შეიძლება ძალიან პოზიტიურიც იყოს, ხო? ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებ და რას გააკეთებ მასთან. გვაქვს Fox News, მეტი არჩევანიც გვაქვს. არის Newsmax, არის OAN, სხვა მედიაც არსებობს. პირველ რიგში ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებას სწორად აირჩიონ მედია, გადაამოწმონ ფაქტები და ეძებონ სანდო ინფორმაცია. ისრაელში ესეთი მრავალფეროვანი არჩევანინი არ გაქვთ. მგონი გაქვთ არხი 14, კიდევ რამდენიმე და JNS. დიახ, კარგი იქნებოდა, რომ მქონდეს არხი, რომელიც სიახლეებს სიმართლით აშუქებს და არა, იცით, მიკერძოებით რომელიმე მხარეს. არა პოლიტიკური დღის წესრიგი. უბრალოდ არ სიახლეები. მომეწოდო დღის წესრიგი, უბრალოდ მომეცით სიახლეები. ისე როგორც ადრე იყო. ასე რომ ეს არსად აღარ არსებობს. მე ვიყავი სინგერის ფონდის ძალიან საინტერესო კონფერენციაზე და იქ სინამდვილეში იყო პანელი უმაღლესი განათლების შესახებ უნივერსიტეტებში. და იმ პანელზე ვინც იჯდა, იყო Dartmouth უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რომელიც ქრისტიანი ქალია. ტეხასის უნივერსიტეტის ერთ-ერთი აკადემიური სკოლის დეკანი. ის საუბრობდა სამოქალაქო განათლებაზე, სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე.
და კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სკოლის დეკანი. ძალიან საინტერესო იყო, როგორც წარიმართა ეს ყველაფერი, მაგრამ მაშინვე როცა კოლუმბიის უნივერსიტეტის დეკანი დაიწყო საუბარი და ის იყო პირველი, როგორც ისრაელი ლიბერალი ქალი, ის ბოდიშს იხდიდა და მსხვერპლს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ უკეთ უნდა ვასწავლოთ სხვებს და მსოფლიოს ისრაელსა და ებრაელებზე. ხო. ეს არის მსხვერპლის დადანაშაულების მენტალიტეტი. ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცეოდით, ეს დიდი შეცდომა და ეს არის სამწუხაროდ ლიბერალი ნიუ-იორკელი ებრაელი. ხო. მობოდიშე იყო. ტეხასელი ქალი საუბრობდა სტუდენტებისთვის ამერიკის სიყვარულის სწავლებაზე და ასე აკონტროლებენ სიძულვილს მათ კამპუსში. და დარტმუთელი ქალი ამბობდა: მოიცადეთ ერთი წამით, თქვენ ყველამ არასწორად გაიგეთ. ჩვენთან სიძულვილის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობაა. ჩვენ სკოლაში ადამიანების სწავლას მოდიან. ვინც არ უნდა იყოს პროფესორი, დეკანი თუ სტუდენტი, ვინც პოლიტიკურ დღის წესრიგს წინწევს, აქ არ არის მისასალმებელი. ვინც აქ პოლიტიკურ დღის წესრიგს წინწევს, მაშინვე გარიცხულია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ტენურ სტატუსს. ჩვენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა. და იცით რატომ არ ქონდათ ბანაკები? იმიტომ რომ ხალხი. და იცით რატო არ არის სიძულვილი? იმიტომ რომ გაათავისუფლეს. ზუსტად, აბსოლუტურად. და ეს იყო ქრისტიანი ქალი, არა ებრაელი. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სამწუხაროდ განსაკუთრებით ძალიან მემარცხენე ისრაელი აკადემიკოსები, ამაზე ხშირად საუბრობ პოდკასტში, სამწუხაროდ ისინი უკეთეს საქმეს აკეთებენ ვიდრე ნებისმიერი ანტისემიტი მსოფლიოში. და სწორედ ამიტომ იცით, მე თანადამფუძნებელი ვარ კამპუს ისრაელის, რომ ვეცადოთ და მეტი ბავშვი ჩამოვიყვანოთ აქ, ისრაელში სასწავლებლად. აქ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, რომ განვითარდეს ორმაგი ხარისხები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვები აქ ჩამოვიყვანოთ, რომ არ მოუწიოთ კოლეჯში ამ უზარმაზარი თანხების გადახდა, სადაც შემდეგ twins ურეცხავენ. ეს ზუსტად ისაა, რასაც ფიქრობთ. ზუსტად. თქვენ უხდით ვიღაცას უზარმაზარ თანხას იმისთვის, რომ თქვენ შვილს ასწავლონ, რომ თქვენ უნდა გძულდეთ და უნდა ზულდეს ის ხალხი, საიდანაც მოდის. ან იყოს სრულად გარიყული და წარუმატებელი თავის გარემოში, გარდა იმისა, რომ შიში იცხოვროს, რაც შემდეგ თლიანად ანგრევს მას როგორც ინდივიდს. ზუსტად. და იცით, მე ვამბობ, რომ Goldman Sachs-ი მაშინ დაარსდა, როცა ებრაელებს არ უშვებდნენ ჩვეულებრივ თეთრი ანგლოსაქსონური პროტესტანტული ელიტის ბანკებში, მათ დაარსეს Goldman Sachs-ი. ახლა კი ებრაელებს ცუდად ექცევიან სხვადასხვა უნივერსიტეტის კამპუსებში. მოდი აქ მოვიდეთ და ბევრი ფული დავზოგოთ. მიყვარს ეს იდეა. ვფიქრობ, ეს საოცარია. არა მხოლოდ ეს შესანიშნავი იქნებოდა ყველასთვის, ვინც იუდეო-ქრისტიანულ ღირებულებებს იზიარებს. და კრიტიკული აზროვნება. კრიტიკული აზროვნება, დასავლური ცივილიზაცია, ყველა ის დღის წესრიგი, რომელსაც მემარცხენეები ანგრევენ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეს ყველაფრით, რაც შეგვიძლია. და სიმართლე რომ თქვა, ყოველთვის ვამბობ, უბრალოდ ჩამოდით ისრაელში. ზუსტად. თვითონ და თუ აქ ჩამოსვლის შემდეგაც კი ისევ გაქვს ყველა ის წინასწარი წარმოდგენა, რაც ტელევიზორში ნახე, გაპატიებ. მაგრამ თუ აქ არ ჩამოხვალ და არ გამოცდი იმას, რაც აქ ხდება საკუთარი თვალით, ხალხს წარმოდგენაც არ აქვს. არა, მე ასე არ ფიქრობ. ესეთი ორგანიზაციები, როგორიცაა Birthright-ი ან Horizons-ი მეორე მხარეს, საოცარ საქმეებს აკეთებენ, რომ შექმნან და ააშენონ ხიდები. ეს არაფერ შუაშია ებრაელობასთან. დიახ, მე სრულიად ვეთანხმები. ფიქრობ, ყველა უნდა ჩამოვიდეს აქ. ფიქრობ, როგორც კი აქ გაივლი. იცით, მე ყოველთვის საუბრობ ამ ჯგუფზე სამხრეთ აფრიკიდან, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და მთელი კვირა აპართეიდს ეძებდნენ. და ერთადერთი ადგილი, სადაც ეს ნახეს, იყო რამალაში, სადაც ებრაელებს არ უშვებენ. ანუ იმ ფაქტის გარდა, რომ ებრაელებს არ უშვებენ, ეს იყო შერეული ჯგუფი, შავკანიანი და თეთრკანიანი პარლამენტარები და შავკანიანებს პალესტინის ადმინისტრაციის რასისტები საშინლად ექცეოდნენ. ასე რომ, იცით, სანამ თავად არ გამოცდი ამას და შემდეგ ებრაელები ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ მათ და მათ უბრალოდ ვერ გაიგეს, როგორ შეიძლებოდა ყველაფერი, რაც მათ უთხრეს, სრულიად საპირისპირო ყოფილიყო. იცით, ამბობდნენ, რომ ებრაელები არიან თეთრი კოლონიზატორები და პალესტინელები მსხვერპლი. ისინი რამალაში წავიდნენ და შავკანიან პარლამენტარებს ხელსაც კი არ ართმევდნენ. და აქ კი ყველა ეხუტება და კოცნის მათ. და ჩვენ გვყავს ებრაელები ყველაფერის. და ჩვენ გვყავს ებრაელები ყველაფერის. ასე რომ მათ ვერ შეძლეს ეს მათთვის გაუგებარი იყო. მაგრამ შენ აბსოლუტურად მართალი ხარ, უბრალოდ უნდა მოხვიდეა, გაიარო და ნახო რა ხდება სინამდვილეში. და თუ ამას ვერ აკეთებ, მაშინ ნამდვილად გჭირდება. რადგან სიმართლეს მნიშვნელობა აქვს. მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ თუ გავაგრძელებთ სიმართლის თქმას, ზუსტად ისე, როგორც შეგიძლიათ ყოილის გარცელება, შეგიძლია სიმართლის გარცელებაც. სრულად გეთანხმები, ტილა, შენ საოცარი აქტივისტი ხარ, ძალიან ბევრ სხვადასხვა ადგილას. ჩვენ არც კი გვისაუბრია შენს მეორე საქმეზე, რომელიც იუდია და სამარია, მაგრამ მომავალში გმადლობ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ და იმისთვის, რომ ასეთი საოცარი ელჩი ხარ ებრაელი ხალხისთვის. მადლობ, კლარა. და იცი, ამ ჭირდება ვთქვა, რომ ისევ დაუბრუნდები ბევრი წლის განმავლობაში გაღმერთებდი. და ეხლა შენი მეგობარი რო გიწოდო, ეს საოცარია, მაგრამ შენს შოუში მოსვლა კიდევ უფრო მეტია. დონია, რა თქმა უნდა. და არ ვაპირებ გითხრა დაბრუნდი, რადგან თითქმის ყოველთვის აქ ხარ, ასე რომ მადლობა. აქაც ვარ და იქაც, მაგრამ როცა აქ ვარ, მიხარია მოსვლა. მადლობა, დაბრუნდი, მადლობა.